შენ თუ ეხლა ვიდეოს უყურებ და თუ ეს ვიდეო შენს ფორიუზეა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ თითქოს შენი ემოცია და ენერგია არის ძალიან ტრანსფორმაციულ ფაზაში. აი თითქოს ფენიქსივით მკვდრეთით აღდგომის და თავიდან დაბადების ტოლფაზე იქნება შენი გადარჩენა ამ სირთულეში, სადაც ხარ. თითქოს ძალიან შორეულად გეჩვენება ის შენი მიზანი, რომელიც გაქვს დასახული, მაგრამ ამ მიზანს თან ეწინააღმდეგები და ბოლომდე არ ხარ თვით რეგულაციაში შენს ენერგიებში. უნდა მიენდო სამყაროს, თითქოს გჭირდება თავისუფლება და შენი სულის გარეიდან გათავისუფლება რაშიც ხარ, რადგან თავისუფლებას მოაქვს ის ლაბირინთები, იმ ლაბირინთებიდან გამოსვლა და იმ ძაფის აბორდული გორგალიდან დახსნა და გამოყვანა რაღაც კონკრეტულ კონსენსუსამდე, რომელიც დიდი ხანია გინდოდა და ვერ განახორციელე. თითქოს თავაზიანობა გაკლია სამყაროსადმი და თავს უბედურად გრძნობს, მგონია რომ არ გიმართლებს. ამიტომ შენ თუ ხლა ვიდეოს უყურებ, მინდა გითხრა რომ ეცადე რომ საკუთარ თავში და შეგრძნებებში იყო ემოციურად ძალიან რაღაცნაირად სწორ ხაზოვნად და რაღაცას რომ დაისახავ და მიზნად დაისახავ და იტყვი რომ ეს უნდა განვახორციელო, აი მიზანი მიიყვანე ბოლომდე, ნუ დატოვებ შენს მიზანს განუხორციელებელი. ეს მოგიყვანს იქამდე რომ შენს გასაღებს გახსნი, რომელიც არის ჩაკეტილი შენივე ბოქლომით და შენივე ბოქლომის გასაღები არის შენი სიტყვის თავისუფლებაში, შენი გამოხატვის თავისუფლებაში. თქვენი ბედნიერების გამოხატვაში და ეცადეთ რომ მისცეთ შანსი ცხოვრებაში თქვენ თავს ბევრ საკითხში, რადგან ეს შანსი გამოგადგებათ რომ ბევრი რაღაცა ახალი შესაძლებლობები მოგიტანოთ. მადლობა ყურადღებისთვის. მე კი გეტყვით რომ უბრალოდ ძალიან გამახარებთ თუ გადახვალთ ჩემს YouTube არხზე პოდკასტი 31 დავიწყე პოდკასტი, ეგრე ქვია პოდკასტი 31 და თუ დამასაპორტებთ თუ ნახავთ ჩემს ვიდეოს და თქვენს კომენტარებს უკავშირს დამიწერთ, აი უზომოდ გამახარებთ, თან ძალიან საინტერესო სტუმარი მყავდა და თქვენი უკავშირები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თქვენი თუ არა აბოვისი და ძალიან დიდი მადლობა წინასწარ მოგეთ და გელოდებით YouTube-ზეც.